არა ბატონო საშინელებაა მაგრამ ეხლა ხო არ გამოვიცვლები ამ სიბერეში ამ ხელაკაცი ხო გაიცი რა მაყურებელია იცინე შენ და ასე ხელსარიელი თუ მოგვიწია ქორწილში მისვლა მე ნახე კარგი რა ვისეცლება ახლა იქ ჩემი საჩუქრისთვის რა თელ შეს ნათესაობას ნეტა შენ რა და რა ნეტა მე ზურიკო მომისმინე ოდესმე თუ გვეღირსა ქორწილის გადახდა ასე ხელსარიელი მოვაყველა ეკუნა სად მიდიხარ? ოთახში დედა, რომ მორჩები გათხოვებაზე და ქორწილზე საუბარს, მერე მოვალ. არა მამა, ვინ ლაპარაკობს ხა აქ შენს გათხოვებაზე? ნოდარის ბიჭმა მოიყვანაცო. ხო. ეს საქორწილო საჩუქარს ვარჩევდნენ და დედაში. ეკუნა, ისე ხარ რა მოხდა? შენს გათხოვებაზეც რომ ლაპარაკობდეთ რა. კარგი, ბოდიში, ხმას არ ამოვიღებ. მადლობთ დედა. დიდი მადლობა. ეკატერინე, მამა, შემოგევლე. ზეგ არის ქორწილი. აგორჩევინე და იმეკთხო რა. იმდენი ხანია დედკო, ქორწილში არ ყოფილვა რომ არც ვიცი რა შუქნიან. რა ვიცი დედა, რაც ყველაზე ძალიან ჭირდებათ, ალბათ იმას. კარგი რა, ხა ნოდარის ბიჭს რა დაჭირდება ჩემი მიტანილი. თავზე საყრელია ყველაფერი. ხო, მაგრამ იქნება ახალ სახლში გადადიან და იქ არა აქვთ რამე. არა რა, ახალი სახლი, მამა. იმ ხელა სახლით ყველა დააშენა კაცმა. სასტუმრო დაუჯავშნა სადმე ორი დღით. დედკო, სადა მაქვს მაგდენი ფული? მაგდენი ფული რომ მქონდეს, მე ჩვენივრა წავიდოდი და დავისვენებდი. ყველა წუწუნებ ნანიკო რა. არსად წამომსვლელი შენ არა ხარ რა. მამა, ფული თუ არა გაქვს მითხარი. არა, მამა, ფულზე არ არის აქ საქმე. აი ზუსტად ვიცი, აი მაგას მე საჩუქარში იქ არავინ ჩამითვლის. რა ვიცი, მე კი არ მიყვარს, მაგრამ ფული რო აჩუქოთ, ყველაზე მარტივია. დედკო, ფულით გააკვირვებ ახლა მაგათ. მე რა აუცილებელია რომ გავაკვირვოთ? არ იცნობ ეკუნა შენ მაგათ, არ იცნობ. ისა ეკუნა, ყველას ლაპარაკობ რა. თეკლა შენ მოგიკვდა ბებო შულ შენ მთელი დღე ასე ძიხარ ბებო მოდი ბე მოდი შენ ხო ცოტა რაღაც გასაკეთებელი მაქვს და რა ცოტა რაღაც სადივაც არ მიგირთმევია ბებო აი მოვჩები ამას და შევჭა ღმერთო ვის გავხარნე და ასეთი ბეჯითი შულ რა ვიცი ჩვენს გვარში და ჯილაკში არავინ არ არის იმისთანა რომ შენ რასაც ერთ დღეში სწავლობ ის მთელი სიცოცხლე ვერ ისწავლეს იმათ. აი მე მგონია შენ რომ საშუალება გქონოდა აუცილებლად ისწავლედი. არა ბებო არა თქვა არა. მამა ჩემი სწავლის გაგონებაზე და ისე კარგად გამროს დამაჭრელებდა არა. 15 წლის ვიყავი რომ აბუაშენი მოვიდა ჩემს სათხოვნელად. მე რა გიყვარდა? პირველად ვნახე. რა შევხედე იმის თანაშესახედი იყო რომ მეორე შეხედვაზე უკვე შევიყვარ. რა საყვარელი ხარ. ხო და სანამ ბაბუაშენი თავისთან წამიყვანდა თერაჩებმა აი ეს მაჩუკა. მაცალე ნახე დანაც რა ძვირფასია რო იცოდე თითქმის 3 საუკუნისა. აბა. მაგზამ. ძალიან მართლა კი ძალიან ლამაზი. ასლად მოგწეს შენი იყოს ბებო. იჩქნი. გაჩერდი ახლა ნუ შევიღარე. გაჩუნდი. ეს შე რო დაიბადე ხო? ასე ჩაუდგე ჩემი თეკლა რომ გახტება დიდი გოგო, მაშინ ვაჩუქებ მეთქი. გაჩერდი ახლა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. მეტი ახარ გამაგები. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. მაგრამ იცოდე ამათან არ გამყიდო ბებო. რო გაიგებენ მე ეწყინებათ. იტყვიან ახლა იმას აჩუქაო, ამას არ აჩუქაო, რატო გიასოლს არ აჩუქაო ისე ბებო. მაგას კი ეკუთვნოდა ჩემგან, მაგრამ რა ვქნებე შენ ჩემთვის სულ სხვა ხარ ბებო. შენ აი ჩემი გული ხარ ბებო. შენ კიდე ჩემი. ბებო გული ხარ ბებო ჩემო სიცოცხლე. ჩემი ლამაზი გოგო. მადლობა დიდი ბე.
ბოდიში რა საცობი იყო. როგორ ხარ? კარგად ჩენ? დილას რომ მომწერე შენი ნახვა მინდაო, იმის მერე გაბადრული დავდივარ. სულ როგორ შეგიძლია რომ გამაღიმო? იმიტომ რომ მინდა რომ სულ კარგ ხასიათზე იყო. აი ერთად თუ ვიქნებით. კაი, მაგაზე ხო ვილაპარაკეთ უკვე. მე რა კიდე ვილაპარაკოთ. ეხლა სხვა რამეზე მინდა ლაპარაკი. მოხდა რამე? ადამიანი, რომელიც ჩემი მეორე დედა მეკონა, გუშინ მომივარდა და საოცარი სიტყვებით გამომუანძღა. ნუნუზე მამა. რა? შენ გარაღა უნდა და? ჩემ შულს თავი დაანებეო, შენი ტოლი და სწორი მონახეო, არ გაეკარო. სულ გარეკარა მაქალმა. ხო და რა ვიცი, იქნებ უთხრა რომ უბრალოდ მეგობრები ვართ და დაამშვიდო. არც მომისმინა თან. ჯერ ერთი უბრალოდ მეგობრები არ ვართ. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. მე კიდე ნუნუსთან აღარ მაქვს ურთიერთობა. რა? რეტო? არაფერი მეც გამიჭედა იმ დღეს, რავი რა ჩაიხვია ეს ვერ გავიგე. მერე? მე ჩავალაგე და წამოვედი. აბა მაშინ გაჭადავდა რა იქნებოდა. ხოლო დაიკიდე გთხოვ, თუ გინდა დაურეკავ და მაგრა ვეჩხუბებია. აი რა, ეხა ეგაიგე ჩემი ნათქვამიდან. როგორ შეიძლება მინდოდეს რომ შენ ნუნუს ეჩხუბო? აუ ხოლო დაივიწყე რომ მაშინ. გადაულის ხო იცი რა როჟა არის, აი ახტება ორთქს გამოუშვებს და მე დაავიწყდება. წამოვალქშია დილიდან მშიერი ვარ ჩამოწოდა. არა. უნდა წავიდე. ხوار და გავიწყდა რომ სოფელში ვცხოვრო. არ მინდა რომ სიბნელეში ვიარო. გაგაცილებ მე და ტაქსი წამოვა. აი ეხა კიდე ნუნუ მარ გაიგოს აი გამბავი დამანები თავი. აი კიდე ხო რა. ძალიან მაგარი ბურგერი არის. აი, ცოტა ხნით წავიდეთ. უსებ შევჭამ. აი სულ ესე რატომ ემართება მე? ესე როგორ? რასაც მეკითხებიან, ყველას ყველაზე სწრაფად ვპასუხობ, მაგრამ ოპერაციაზე ყოველთვის სხვა შედის. სხვა არა, ლიზა. მე როგორც ხედავ აქ ვარ. ხო და რატო? ნეტა რატო? ალბათ ოპერაციაზე ჩვენაირი აქტიური ადამიანები არ მოწონთ და ლიზასნაირი წყნარი ტიპები ჭირდებათ? გჯერა ეხა შენ მაგისი? აბა არ ვიცი რა ვიფიქრო. დამცინი ხო? თუ ვერ ხვდები? რაზე? ანუ მგონია რომ თავს ისულელებ. ვერ გავიგე რაზე მელაპარაკებ და შენ თუ იცი, რითი ხარ ჩემზე წინ? ჯერ არა ფრით, მაგრამ უკვე მუშაობ მაგ მიმართულებით. რა მიმართულებით? თუ საიდუმლოა და ვერ მეტყვი. ხო საიდუმლოა. მაგრამ შენ გაიტყვი, კაი. მოკლედ ნაცნობები უნდა მოძებნო რა. ვისთან? ექიმებთან. ხო, აბა შენ რა გონია რომ ლიზა ჭკუით გჯობნის? თელი სანათესაო ექიმები ყავს. ყველა მიცის ვისი შვილია, ვისი შვილი-შვილია, ვისი ბიძაშვილი, მამიდაშვილი და ასე შემდეგ. ეგრე ფიქრობ? დარწმუნებული ვარ. ანუ ექიმი თუ არ მყავს ვინმე? მაშინ გალერეიდან მოგიწევს ოპერაციების ხურა. რა წესია? ანუ რა ვიცი, თავიდან მეც ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მე ყველამ მითხრა, რომ თუ ვინმე ნაცნობი არ ყავს, რეზიდენტურაში ოპერაციები დაივიწყება. საგვარეულოში ექიმი კი არა, სანიტარიც არ აღარ. კარგად მოძებნე, სხვათა შორის მეც ძალიან ბევრი ვეძებე. ბოლოს ვიღაც შორეულ ნათესავს ძლივს მივაგენი. ნუ მართალია ძალიან შორეულია, მაგრამ ნათესავია რა. და რა სიზავს ეგ შენი ნათესავი ოპერაციების წინ დარეკავს, რომ დათა შეუშვითო? მე ჩემი გითხარი და რა შენ როგორც გინდა ის ამაი. არა, ბოდიში, საწანით კი არ მithქვამს. უბრალოდ აი არ მჯერა ესეთი უნამუსობის. რა სიზა მეგეთია ცხოვრება. ანუ გამოდის რომ იმედიც არ უნდა მქონდეს რომ ოპერაციაზე მოვხვდები? არა, იმედი რატო არ უნდა გქონდეს? უბრალოდ შანსები გაქვს მინიმალური რა. მაგალითად ისეთ ოპერაციაზე შეხვალ, სადაც ის უკვე ნამყოფია, ან როცა არ იქნება, მაშინ შეხვალ. მოკლედ საპასკა ხარ რა. კაი, ვიხუმრე. აუ, თაკო, მოდიში რა. მაგრამ დამაგვიანდა, მაგრამ ხო იცი, შინური სოკო ყველგან არ იყიდება, ერთი 10-მდე რესტორანში, კი არა, სუპერმარკეტში მაინც ვიყავი და ბოლოს რესტორანში ერთმა ვიღაცა მომყიდა. რა შვი შე? მოდი აღარ შეწუხდე კერეს რა. მივდივარ. რა?
რას ნიშნავს მივდივარ? აღარ მინდა შენთან ურთიერთობა. გეხვეწები ახლა ეს ყველაფერი დაალაგებულად ამიხსენი. ანუ ეს წეღანდელი ამბავია. არა, არაფერი წეღანდელი ამბავი არ არის და დაალაგებით კიდე აგიხსნი ახლა. ხო. მოკლედ, ტელეფონს აქვს ერთი ესეთი ფუნქცია. ფოტოს ისტორიაში რომ შეხვალ, შეგიძლია ნახო სად და როდის არის გადაღებული. მერე? მე შეხედე როდინდელია. რა? რა? მეცულელი გგონი ვარ? 6 თვის წინ ადამიანს დაშორდი და 2 თვის წინ შენს სახლში უღებ ფოტოს? არა, ვერ მოგისმენ ახლა რა. კიდე რაღაც საცოდაობა უნდა თქვა და უფრო უნდა გაიდებილო შენი თავი. ჯობია წავიდე. თაკო მომისმენე რა. შენ ფოტოებით წაგიშალე. რა ვიცი, მომდევნო გოგოსთან იგივე სისულელე არ დაგემართოს. როდის მოხვედი? ამ წამს გოგამ გამიღო კარი. მართლა პოლისმაც არ გამიგია. იმიტომ რომ სადღაც დაფრინავ. თუ მოწყენილი ხარ. კაი რა. როდის იყო დავფრინავდი? ხო, იცი მეც გამიკვირდა. შენი საფირმო ღიმილის გარეშე რა დამხვდა. არა, რაღაც ონლაინ ლექცია ჩავატარე სამსახურში მთხოვეს და ცოტა დავიღალე. და მე ცუდ დროს მოვედი. ხადაო, ფრას ქვია ცუდ დროს. გინდა ყავა? არა. ისე ცუდად ბზინავს და ამ შუაღამეს არ მინდა ყავა. ნახე ნიკა. ნიკაც ნახე და ნუნუზეც მოვუყევი. ოხ, და რაო? გაგიჟდა. თუ გინდა ვეჩხუბებიო, მაგრამ ისე დაიკიდაო. მეც ვეჩხუბე და სახლიდან წამოვედიო. ყოჩაღ. მომწონს მე ეგ ბიჭი. მართლა ძალიან კაი ბიჭია. ხო და დავიკიდოთ მოდი ეს ნუნუ რა. შეგიძლია ისე იცხოვრო რომ არსად ამ ქალთან არანაირი გადაკვეთა არ გქონდეს. საქმე მარტო ნუნუში არ არის, უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ნიკა არის ის ადამიანი, ვისთან ერთადაც მინდა რომ ვიყო. მართლა ეგრე გონია? თითქმის დარწმუნებული ვარ. კაი, მოდი სხვანაირად გკითხავ. აბა, ანუ ნიკა არ არის ის ადამიანი, ვისთან ერთადაც გინდა იყო? თუ კობა ის ადამიანი, ვის გარეშეც არ გინდა რომ იყო? ეს რა არის კეთილი? ჩვენი ბოლო საუბრის ჩანაწერია. არ შემიძლია მე მაგას ნახვა. არია, მათასნაირი ვარიანტი არსებობს, როგორ შეიძლება ისე შეხვდნენ ერთმანეთს, რომ შენ არ გადაეკვეთო რა. ეკას კანადელმა დაქალმა მომწერა. მე და დეივიდი ჩამოდივართ საქართველოშიო. ეკას სურპრიზს ვუწყობთო და დაგვეხმარეთო. მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ